მოგესალმებით მეგობრებო და გავაგრძელოთ თქვენი ვიდეოების სერია. ეს უკვე წესით პირველ დავალებას გავაკეთეთ. მოკლედ ვაგრძელეთ ჩვენს ფას, რაც არის learning pass. და შემდეგი ესეთი განყოფილება, სადაც გვეუბნება, რომ პირველი დავალება უნდა ავტვირთოთ. გვეუბნება აქვს, რომ სანამ დაიწყებ ისწავლე basic-ები HTML-ის, CSS-ის, ვების შესახებ რაღაცეები და შემდეგ წადეთ. ეხლა რადგან ვიდეოს წერდა სასწავლო სერიებია ეს, დავიწყეთ ჩვენ კეთებას და რა თქმა უნდა პარალელურად ვისაუბრებთ და ახსნით ხოლმე თითოეულ რაღაც უნაკვეთეს რას შეჭრა და როგორ შეჭრა. მეუბნება რომ დაიწყოთ ჩელენჯი, უნდა გადმოვწეროთ საჭირო ფაილები და ესე როგორ დავხვდება იქ რაღაცები რაც დაგვშიდა პროექტის დასაწყობად. გვიხსნის თუ რეები დახვდება ფოლდერში და ამას ვნახავთ როცა დავიწყოთ კეთებას. მეუბნება რომ გავაზრდოთ რეპოზიტორი GitHub-ზე და Git-ზე. წინა ვიდეოებში ვისაუბრე როგორ გავაკეთოთ და რას შანს და როგორ უნდა შევქმნათ აკაუნტი და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა ნელ-ნელა ვიდეოის სერიების პარალელურად როდესაც დავალებებს გავაკეთეთ ხოლმე Git-ზე ვისაუბრებთ, რა დანიშნულება აქვს როგორ და რაღაცნაირად ასე თუ ისე მაინც საწყის ეტაპზე ძალიან ზედაპირულია და როგორ ცა უნდა აგიხსნათ. ძალიან რთულია პირდაპირ ჩავწვდეთ ესე ვთქვათ, სამ პრაქტიკაში არ გამოვხდით. და შემდეგ გეუბნება როგორ ავტვირთოთ ჩვენი solution. კი ბატონო. კი ბატონო. და წამოდივას გისურვებთ. დავიწყოთ მოდი ჩვენი ჩელენჯი. start challenge დავაწევით და გვიწერს ესეთ აი აქ მარჯვენა მხარეს გვიჩანს ჩვენი ფასის მიმდინარეობა. კიდე სამი პროექტია ამ პატარა ფასში და ძალიან კარგი, რაც რომ მეტი პრაქტიკა იქნება უკეთესი. კი ბატონო. გვიწერს აქ დესკტოპის და მობაილის ვერსიებს დიდი განსხვავება არ არის და ჯერჯერობით ესე ვთქვათ საწყის ეტაპზე პირველ დროში ძალიან ბევრი რაღაცა არ მოხდეს, უბრალოდ დესკტოპ ვერსიას დავაწყოთ. მოკლედ დესკტოპის და მობაილ ვერსია ორი იმიტომ არის ნაჩვენები, რომ ვეგვერდ როგორ გამოიყურება მობაილზე და პატარა ზუმის დივაისებზე და როგორ გამოიყურება დესკტოპზე, ცოტა დიდი ზუმის ეკრანებზე, დეველოპერი აკეთებს თვითონ კოდის სახით ვიზუალს ცვლის, ვთქვათ, იქ სხვანაირად ჩანსტარდება, იქ სხვანაირად ასე შემდეგ. ამ ვიდეოში ამ პირველ დავალებას მაგას არ გავაკეთეთ, მაგრამ ეტაპობრივად მივყვებით. იმიტომ რომ დიდი განსხვავება ახლა აქ არ არის, მანდა მაინც ესე ვთქვათ, ერთი კარტი ჩანს ეკრანის შუაში. კი ბატონო. გვეუბნება რომ გადმოვწეროთ საწყის ფაილები და გადმოვწეროთ Figma ფაილი. ხო, Figma ფაილის გადმოწერის უფლებას თქვენ არ მოგცემთ ეს ფასის დაწყებაც რომ შეგიძლიათ ესეთ, იმიტომ რომ მხოლოდ ფასიან აკაუნტებს შეუძლიათ Figma ფაილის გადმოწერა, თუ მოგცემთ საშუალება ძალიან კარგი, თუ არა და არა უშავს. ამას როცა ავტვირთავ Figma ფაილის ლინკი მითითებული იქნება, შეგიძლიათ გამოიყენოთ როცა ავტვირთავ ბოლოსში ვიდეოს ბოლოს ვიტყვი. მოკლედ გადმოვწერეთ სტარტერ კოდი, Figma ფაილი თქვათ, გადმოვწერეთ. გვიწერს აქ რაღაცა რა უნდა გავაკეთოთ და შემდეგ და მოდი დავიწყოთ რეალურად კეთება. აქ უკვე დავალება უნდა ავტვირთოთ. როცა დავასრულეთ. დაბრუნდებით ახლა ჩვენს ფაილებში, ნახავთ გადმოწერით ფაილს. მოკლედ რო გადმოწერთ და ამოარქივებთ, დახვდება თვითონ პროექტის დასახელების ფოლდერი, კიდე იმაში უნდა შევიდეთ და შიგნით არსებული ფოლდერი უნდა გავხსნათ უკვე. ანუ ერთი შეუბრალოდ ორჯერ უნდა შევიდეთ რა, პირდაპირ ის ფოლდერი რო გავხსნათ, რაც გადმოვწერეთ, არ იქნება ეს ფაილები არ დახვდება. ანუ კიდე ერთით შიგნით უნდა შევიდეთ. და ჯობია რომ სწორად ვიდგეთ და პირდაპირ ეს ფაილები გვიჩანს. როგორც ხედავთ, აქ დახვდება ესეთ რაღაცა, გავზარდოთ მოდი. ზუმი კარგად გამოჩნდეს. აქ დახვდება ესეთ რაღაცა. დიზაინი, სადაც გვიჩანს დესკტოპზე როგორ უნდა გამოიყურებოდეს და მობაილზე როგორ უნდა გამოიყურებოდეს. იმიჯის, სადაც არის Fava იკონი და ვნახოთ Fava იკონს და ხაშა დანიშნულება აქვს და თვითონ აი შიგნით რაც არის გამოყენებული სურათი. ანუ ეს იგულისხმება რო არის ეს QR კოდის ის ნაწილი. აი ეს წერტილებს რაღაცები, რა თქმა უნდა, კოდით არ არის აწყობილი. სურათის სახით არის. gitignore-ის ფაილი, წერტილი gitignore და ვიტყვით ამასაც რას ნიშნავს და დაგვხვდა ესეთი ფაილი index.html და რეალურად ამაში დავწერთ კოდს.
და ავხსნით ეტაპობრივად რას ნიშნავს, როგორ არის და რა ხდება. preview და ეგ რო წერია ეს .md ფაილი რო არის, md ფაილები. ესენი არის ესე ვთქვათ დოკუმენტაციის ფაილები, სადაც არის ვთქვათ როგორ უნდა აიწყოს readme ფაილი და მომავალ დავალებებში უფრო დეტალურად ვიხილავთ readme ფაილების გარჩევას, იმიტომ რომ ეხლა სადაც მას ასე აუცილებლად არ თulis საწყის დავალებებზე და თვითონ ის არის კიდე ესე ვთქვათ გაიდია როგორ შევასრულოთ დავალება. სტილებისთვისაც ვიზუალურად როგორ გავაფორმოთ ფერებით, ზომებით, რაღაცებით და თვითონ პროექტით როგორ ავაწყოთ და რა უნდა გავათვალისწინოთ. მოკლედ დავუბრუნდეთ ჩვენს სამუშაო ფაილს და სამუშაო ფაილი გვექნება index.html. რო შევართ, დაგხვდება აქ რაღაცები გამზადებული, თვითონ საიტი გვიქმნის პირობას, რომ წინას რაღაცებს გვიმზადებს და რა უნდა ვქნათ აქ და რა უნდა ვიცოდეთ. რა არის HTML ფაილი გაფართოება .html. HTML ესე თქვა აბრივიატურით hypertext markup language-ია, მაგრამ ნუ არ გვინდა ხოლმე ესე ძალიან აკადემიურად რაღაც სიღრმისეულად ესე რაღაც იმის განხილვა ხოლმე რა რაღაც აკადემიურ ჭრილში, იმიტომ რომ მირჩევნიო რაღაცა ჩემი სიტყვებით რაღაცა ისე გადმოცე ხოლმე ისე აგიხსნათ რომ თქვენ გაიგოთ. ძალიან ბევრჯერ მქონია ხოლმე შეხვედრა და ბევრჯერ ამიხსნა ეს საკითხი, თუნდაც ეხლა რასაც დღეს ვიდეოში ვაგმობ და ჩემი პირადი გამოცდილებით თუ ადამიანს ასე ვთქვათ ინტერესი აქვს და სწორად გინდა გააგიო და მარტივად ჯობია რომ მაქსიმალურად ჩვენი სიტყვებით ვისაუბროთ. და რაც შეეხება ახლა თუ უფრო ისე უნდა გაგებარო აი ტექნიკურად, სადაც აი მომავალში როდესაც ტესტები ექნება ან რაღაც დავალება ამ სამსახურის დაწყებასთან დაკავშირებით ასე შემდეგ და იქ უკვე რა თქმა უნდა აკადემიურ ჭრილში და ზუსტად სიტყვით და ტერმინოლოგიურად უნდა იცოდეთ საკითხი და არა უბრალოდ თქვენი სიტყვებით. მაგ შემთხვევაში თქვენი თვითონ უნდა მოიძიოს ადამიანი, თვითონ უნდა გაერკვეს, თვითონ უნდა დაინტერესოს, თვითონ ნახოს რაღაც დამატებითი ვიდეოები და ასე შემდეგ. ანუ მე პირდაპირ გასწავლით ესე ვთქვათ ამ პროფესიას როგორც აი პირდაპირ დაჟინეთ და კოდი წეროთ. ესე და არა უბრალოდ რაღაც გახვიდეთ და რაღაცა მედალი აიღოთ იმისთვის, რომ 100-დან 100 კითხვას უპასუხეთ. ჩემი ამოცანა ამ ვიდეოებით, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ სახის პროექტის დაწყობა სირთულის. კარგი, დავიწყოთ ახლა აქ რა ხდება. index.html ფაილი და ზოგადად HTML ფაილი არსებობს იმისთვის, რომ ჩვენ როდესაც ამ ფაილში რაღაც კოდს დავწერთ და ვეტყვით, რომ აი ბრაუზერმა ეს გახსნათ, ბრაუზერი არის Chrome, Brave, რომელიცაც თქვენ ხმართ Opera, არ აქვს მნიშვნელობა. სადაც ვებგვერდები იხსნება მოკლედ და ნახულობთ ჩვენ URL-ებს, დომეინებს და ასე შემდეგ. index.html ფაილები იხსნება მოკლედ ამ ჩვენს ვებგვერდების სახით ჩვენს ინტერნეტში. ყველა index.html ფაილი უნდა იწყებოდეს doc.html-ით, ანუ ეს არის მინიშნება იმისთვის ბრაუზერისთვის, რომ გახსნათ ესე ვთქვათ საიტი ვებგვერდი. ამის გარეშე ეს რო წავშალოთ, არ ჩატვირთავს და ზოგადად ნუ ავტომატურად ყველა საქონლო ესე ვთქვათ მინიჭებული. და მოკლედ ეს აუცილებლად უნდა გვეწუროთ ფაილში. ეხლა აქ გამზადებული დაგვდა თუ ვთქვათ, აი შევქმნათ მეორე HTML ფაილით, დავარქვათ. დავუდგენთ რომ რამდენიმე გვერდი გვაქვს და index.html გულისხმობს ერთ გვერდს, თითოეული გვერდისთვის ერთი HTML ფაილი იქნება ზოგადად ხოლმე პროექტებში. დავარქვათ მაგალითად contact .html. აი აქ არაფერი არ დახვდა, მიხვდათ იმის რომ .html თავის თარ ხდება და პირველი როდესაც უშუალოდ დავიწყეთ, აუცილებლად უნდა ვაკლებოთ აი თვითონ გვთავაზობს VS Code doc.ip. აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს წინააღმდეგ შემთხვევაში ბრაუზერი არ წაიკითხავს ჩვენს დაწერილი კოდს და არ გაუშვებს პროექტს. დავუბრუნდეთ. აი რაც შეეხება ამის მერე რა ხდება. ამის მერე უნდა გამოვიხილოთ ძირითადი ჩონჩხი მთავარი. ესე ვთქვათ, ერა როგორ ხდება კოდის HTML-ში, ანუ ჩვენი პირველი საწყისი ფაზა ესე ვთქვათ, რომ ვსწავლოთ პროგრამირებას, ვებ პროგრამირებას. ანუ HTML ყველა ტიპის პროგრამას თავისი რაღაც სინტაქსი, წერის სტილი გააჩნია. თითოეული წერის, ანუ თითოეული მას, მაგალითად HTML-ში ერთეულს, ანუ სამუშაო ერთეულს, წერის ერთეულს ქვია ელემენტი. ანუ თითოეულ რაღაცა როგორ ვთქვა, რაღაც რომ მინდა რომ გაიგოთ. თითოეული ჩანაწერს ესე ვთქვათ, ანუ ერთი სახის ჩანაწერს ქვია ელემენტი. სინტაქსურად.
ძალიან ბევრი ელემენტი არსებობს და ყველა სათქმელო ფიზიკურად დღევანდელი დღეში კი არა საერთოდ ვიდეო სერიებში ვერ გავივლით, მაგრამ შევეხებით ძირითადებს დავახსნით. მთავარი ელემენტი არის HTML. ეხლა ელემენტები რას ნიშნავს, როგორ იწერება და რანაირად იწერება, ვთქვათ, წერილი შემდეგნაირია. იწყება გახსნით, ანუ მეტობით, გადანაკლებობით. შემდეგ იწერება ტეგის სახელი, ელემენტის სახელი, ელემენტი ტეგი, შეიძლება ესე ვიხმარო ხოლმე მონაცვლეობით, ერთ ტეგი რამეს გულისხმობს, ინგლისურად უფრო text უწოდებენ, ელემენტსაც უწოდებენ ხოლმე, მაგრამ ორივეა რა, მოკლედ რო ვთქვათ. ერთ ტეგი რამეს გულისხმობს, როცა ვიტყვი ხოლმე text-ან ელემენტს. მოკლედ ელემენტის დასახელება და HTML-ი მთავარი ელემენტი და დასახელების დროს ვაკეთეთ მეტობას. ეს მთლიანად ეს ჩანაწერი არის ელემენტის გახსნა. არის ელემენტები, რომელსაც სჭირდებათ შემდეგ დახურვა და არის ელემენტები, რომელსაც დახურვა აღარ ჭირდება. ამ შემთხვევაში HTML-ის დახურვა ჭირდება. მოკლედ ეს HTML იხსნება მეორე ხაზზე ელემენტის გახსნა და შემდეგ იხურება 22-ვე ხაზზე. დახურვა როგორ ხდება? ისევ ნაკლებობა, ისევ ელემენტის სახელი და ისევ მეტობა, ოღონდ წინ სახელის, წინ წერია დროპი, დახრილი ხაზი. ეს ნიშნავს, რომ დაიხურა HTML. გაიხსნა მესამე ხაზზე, დაიხურა 22-ზე. HTML მთავარია და გულისხმობს თლიან ჩვენ პროექტს, ანუ ყველაფერი ჩვენი კოდი HTML-ში უნდა იყოს მოქცეული. შიგნით ორი ელემენტი აქვს დამახასიათებელი და ორივეზე ვთქვათ, რამდენი სიტყვით რას ნიშნავს? head-ი არის ეს ვთქვათ head-ი, ელემენტი head-ი, რომელსაც ასევე აქვს როგორც HTML-ს. გახსნა და დახურვა მესამე ხაზიდან მე-16 ხაზის ჩათვლით, მე-17 ხაზიდან მე-18 ხაზის ჩათვლით აქვს ბადის. head-ი არის ესე ვთქვათ ისეთი ტეგი, რომელიც ინახავს ჩვენი პროექტის შესახებ მეტა ინფორმაციას და რა გვჭირდება? აქედან ეს წავშალოთ და ეს წავშალოთ, იმიტომ რომ თვითონ პროექტთან დახვდა და წესით ეს აქ არ უნდა იყოს. ეხლა თითოეული ელემენტი აქედან რას ნიშნავს, ეს უკვე გავარჩევთ. აი მეტა ინფორმაციას და ისე ვთქვათ რაღაც დამატებით აი რაღაცა სეტინგები და ეგეთი რაღაცეები, აი საძიებო სისტემასთან დაკავშირებული რაღაცა ესე ვთქვათ თვისებების მატარებელი ინფორმაციებია, ვთქვათ, აქ თავმოყრილი რაც ვებგვერდ ჭირდება. მაგალითად აი ეს პირველი ჩანაწერი, რაც წერია მეტა charset UTF-8 ნიშნავს, რომ ჩვენ კოდის სახით აქ შეგვიძლია ნებისმიერი სიმბოლოების გამოყენება ქართული ასოებისაც, ინგლისურის და ასე შემდეგ. საერთოდ რომ ნებისმიერი ენა აღიქვას. შემდეგ ეს არის უკვე აი რო თქვი რომ დესკტოპზე და მობაილზე ერთმანეთს გამოჭესო და ამას არ ჩავღმავდეთ, მომავალში ახვნით ხოლმე. ეხლა რაც უნდა ვიცოდეთ, ეს არის ლინკს ბევრი ის აქვს, ლინკ ელემენტი, აი ლინკ ელემენტის მეტა ელემენტებს შეხედეთ, დახურვა აღარ აქვს. გაიხსნა, დახრილი ხაზი და მეტა არცად არ წერია, არც ამაზე, არც ლინკზე არ წერია. აი თაით უკვე შეხედეთ, დახურვა აქ აქვს. აქ გახსნა, აქვე იხურება. ლინკ ელემენტს ბევრი დანიშნულება აქვს და ამ შემთხვევაში ან ეს დანიშნულება მიწერილია ხოლმე რეალ შეგვხდება ეგეთ რაღაცა უდრის და რაც წერია, თქვათ, იქ აღინიშნება თვისება ხოლმე. ლინკის შემთხვევაში აქ არის აიკონი. ეს აიკონი რაც გულისხმობს ცოტა ხანში ვნახავთ. შემდეგ მოდის ტაიტლი და წერია სათაური ჩვენი ვებგვერდის და ეს ლინკში არსებული აიკონი და ეს სათაური საჩანს ცოტა ხანში ვნახავთ. დანარჩენში უკვე უშუალოდ ყველაფერი რაც ვიზუალურად ვებგვერდზე ვიხედებით, მოქცეულია ბადიში. ამ შემთხვევაში ეს ტექსტი რა თქმა უნდა არ გვაინტერესებს, წავშლით და ნელ-ნელა დავიწყებთ წერას. ხო ეს ცოტა სხვანაირად დაალაგა ახლა დასევებაზე, ანუ შევინახე ფაილი და მაგით დაალაგა უცებ სხვანაირად. ჩვენ რო წინაზე ექსტენშენები გავიარეთ, აქ მიყენია ესეთი ექსტენშენი. მიდის ჩამოვცეთ. პრეტიერი არის კოდის ფორმატი, რომელიც ლამაზად უფრო თვალისთვის კარგად ასახმელად გვილაგებს ჩვენს კოდებს, ხაზებს. ასევე გითხარით, რომ უნდა დავაყენოთ ექსტენშენებიდან live server-ი თქვა აუცილებლად. live server-ს როგორც დავაყენეთ, მარჯვენა დაბალ კუთხეში გვიჩნდება ესეთ რაღაცა go live. ეხლა დავაწყოთ ამ go live-ს და ვნახოთ რა მოხდება. როცა გადმოვალთ, რეალურად ეს არის ჩვენი დაწერილი კოდი გაშვებული. აქ ვიხედებით რაღაც უცნაურ ლინკს, უცნაურ URL-ს, დავივიწყოთ ეს დროებით. წინაც არის ეს მისამართი, go live-ით გაშვებული მისამართია, ესე რომ ვთქვათ.
და index.html. ფაილი, რომელიც გავხსენით ჩვენ. მაგრამ ახლა უყურეთ. აი აქ მარცხნივ, როგორც აი Facebook-ს ხოლმე თუ შეგიმჩნევიათ, აი აქ, YouTube-ს აქ. აი აქ ჩანს აიკონი, ანუ იქ რაც აიკონი ნახეთ ცოტა ხნის წინ და სათაური. აი ახლა მაგალითად აგრო სათაური ჩვენ გადავაკეთოთ და იწყოთ და QR კოდით კომპონენტით. დავბრუნდეთ და აი აქაც ეგ დახვდება. და აქ აიკონია, რომელიც აი აქ არის მითითებული მისამართზე და ეს მისამართი გულისხმობს რა? წერტილი და დახელი ხაზი ნიშნავს, რომ იგივე ფაილში სადაც ახლა ვიმყოფები, ანუ აქ სადაც ვარ, ნახე იმიჯის ფოლდერი და შიგნით არის ერთი სახელით ფაილი favicon 32.32-ზე png. და ეს სურათი ჩანს იქ აიკონად. front-end mentor-ის ლოგოა მე მგონი. როგორც ვიცი. კარგი, კი ბატონო, ახლა გადავდივართ თვითონ კოდის წერის ხარეზე, ანუ გავხსნით სათაური აქ, აიკონიც აქ და უკვე უნდა დავწეროთ კოდი. ხო, იქ გვეუბნებოდა, რომ Figma ფაილი გადმოვწეროთ და გამოვიყენოთ. კი ბატონო. ეს გადავიდეთ Figma-ს საიტზე. Figma.com ესეთი საიტია, სადაც თუ არ ხართ დარეგისტრირებული, აუცილებლად დარეგისტრირდით. მე რო ლინკს ჩაგიგდებთ, ამ საიტის ლინკი იქნება. აქ როდესაც გადავალთ, აქ არის ესეთი განყოფილება. როდესაც დავრეგისტრირდებით, ავტორიზაციას გავით და ყველაფერი. აი ესეთი ის უნდა გქონდეს, აი იმპორტი უნდა ეწეროთ. ხან სიტყვი რა წერია იმპორტები, ხან აიკონია ხოლმე. დაახშიათ ხოლმე თვითონ Figma-შიც ვიზუალს ინტერფეისს და როცა ვიდეოს უყურებთ, შეიძლება უკვე სხვანაირად დახვდეთ. თავარია იმპორტი ეწეროთ. Import from your computer და ანალოგიურად გადმოწერთ და ამოარქივებ ფაილს დავტვირთათ აქ. Figma ფაილი, რომელიც აქ შეიძლება ავტვირთოთ და მე ვიზუალად ვნახოთ და გამოვიყენოთ, არის fig გაფართოების fig. მე ხა აღარ ავტვირთებ თავიდან და აი ძველი მეებში მოძებნოთ QR code კომპონენტი. აქ ახლა ძალიან ბევრი ადამიანს აქ ეს ნანახი და კომენტარი და რაღაცა ხელოვნურად შევიშალოთ, დუპლიკატს გავაკეთებთ. აი დუპლიკატში უკვე აღარ ჩანს სხვების დაწერილი კომენტარები და რაღაცები. მითითებები. მოით აქ აღარ ჩანს. აქ არის დაბლა სამუშაო ხელსაწყოების პანელი და ნუ ძირითადად ეს მაუსი კურსორი როგორი იყოს იმაზე მოგიწევს ხოლმე ჩვენ გადავთქვით. მოგეთ გვიწერს და ესეთ დესკტოპზე ესეთ რაღაც არის ასაწვი. კი ბატონო. ახლა როგორ ვიყენებთ რაღაცას? პირველ რიგში უნდა ვნახოთ თქვა უკან ბექგრაუნდი რა ფერის იყოს და აქ გვიწერს ამ ფერის არის თუ არ დაგიწერთ აი დესკტოპს დააჭირეთ ხოლმე და აი light gray გვიჩვენებს აქ სახელს რაც არის აი კოდსაც გვიწერს. სურათი აუცილებლად უნდა ავიღოთ როგორი დასახელებით. hex ფორმატით ან RGB დასახელებით. hex ფორმატი არის ესეთი რაღაცა. და X ნიშნა კოდია ყველა ფერს რაც კი ერი არსებობს თავის ტონალობით რაღაცები. თავის უნიკალური X ნიშნა კოდი გააჩნია. ხო, RGB დასახელება რას გულისხმობს? RGB ესე დავწეროთ. და აქ იწერება უკვე ინტენსივობა სამი ძირითადი ფერის. წითელი, მწვანე და ლურჯის. თითოეულის ინტენსივობა შეიძლება ციფრით განისაზღვროს როგორც მახსოვს 1-დან 255-ის ჩათვლით. ხო 0-ი ანუ უბრალოდ 0-იც შეიძლება რომ იყოს, აქ ნულებიც ეწერს. ამ ფერის ინტენსივობით განისაზღვრება რა ფერს მიიღებს საბოლოო ჯამში ესე ვთქვათ მნიშვნელობა. მოგვიანებით ცოტახანში დაგვჭირდება, ეხლა დავიწყოთ. და რა გვჭირდება პირველ რიგში, ანუ მოგვიანებით რა უკვე დაგვჭირდება რეალურად. ჩვენ პირველ რიგში აგვინდა რომ აი ბექგრაუნდზე კონდეს ესეთი ფერი რაღაც, არ ვიცი ვიდეოში რამდენად ჩანს, მაგრამ ღია ნაცრისფერი რა, რაც არის პრინციპში დასახელება რაც ქვია ფერს. როგორ ხდება ფერების დონის რაღაცების ცვლილება ამ ჩვენს აწყობილ თქვათ აი როგორც ტაიტლი აქ ამ დაგვარ ელემენტს ბადის ჩავსვათ. როგორ შევუწვალოთ ფერი ამ თვითონ ეკრანს, როგორ შევუწვალოთ ფერი თვითონ ბადი წარმოიდგინოთ რომ ჩვენი გახსნილი ვებსაიტია, ვებგვერდია. თავარი ის არის ელემენტი. რასაც ვიზუალურად ვიხედებით.
HTML-ი ვიზუალურად ესე ვთქვათ არჩას თვალით. კარგი. და როგორ შევასწავლოთ სტილებით? აქ უკვე შემოდის მეორე პროგრამა HTML-ის გარდა CSS, რომელიც გამოიყენება სტილებისთვის და სტილებისთვის და ანიმაციებისთვის და რაღაცებისთვის მომავალ შეტაბებად უფრო და უფრო მეტ ვნახავთ. რამდენიმე გზა არის იმის CSS გამოიყენოთ, ჩვენ გამოვიყენებთ გარედან ფაილის დაკავშირებას. HTML-ის გვერდის შექმნით. დავარქვათ style CSS-ი, ბევრნაირად არ გვაქვს index CSS-ი შეგიძლიათ დავარქვათ, სახეს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ HTML ფაილის თავარი ფაილი რაც დახვდებათ, ან თუ ვთქვათ, გადმოწერილი ფოლდერით არ დაიწყოთ გაკეთებას, index.html დავარქვით თავარ ფაილს ყოველთვის. და გავიგეთ ვიდეოს ბოლოს რატომ დავარქვათ index.html. აქ უკვე შეგვიძლია სტილების წერა. ახლა როგორ იწერება სტილები, ანუ როგორ მიცეთ ბადის რო კონდეს რაღაცა ფერი რაღაცა. კარგი. სინტაქსი არის შემდეგნაირი CSS-ში. წერთ ელემენტის დასახელებას ამ შემთხვევაში წერთ ბადის და მე ვწერთ ფიგურულ ჩხილებს. ფიგურულ ჩხილებში წერთ თქვათ თვისებებს. კოპილოდი თავის იწერს და არ მინდა რომ დაწეროთ, ამიტომ მაგას გავუქობ ხოლმე, როდესაც არ ჩავთვლი საჭიროდ. მოვალ დავალებებში რა თქმა უნდა გამოვიყენებთ AI-ის დახმარებას რაღაცებს, რომ მარტივად ვიმუშაოთ. ბექგრაუნდზე ფენი, ანუ ფონი უნდა მივცეთ, თვითონ ბადი არ უნდა იყოს ეგეთი ფერის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ წინ მაგალითად ესეთი კადია, რომელიც საერთოდ აბსოლუტურად სხვა ფერშია, თუნდაც ესეთი ფერი მივცეთ ესე რომ თქვათ, რომ აი წარმოდგენის დონეზე რომ იფიქროთ, რომ აი ეს ბექგრაუნდი ნატოფია. იმიტომ რომ ზემოთ არსებული ელემენტები სამის გარდა ხო შეიძლება წარწერა ყოფილიყო რაღაც ყოფილიყო, ამ ელემენტებს ფონად ადევს უკანა მხრიდან ესე რომ თქვათ და ამიტომ არის ეს ბექგრაუნდი. ბექგრაუნდის ფერი რომ მივცეთ ელემენტს წერთ background colors. background-color თვითონ ამოგიგდეთ ეს კოდი და თვითონ შევთავაზოთ ესე დაწეროთ და აქ უკვე წერთ ჩვენს დაწერილ კოდს. ახლა შევამბობთ როგორ მუშაობს ან არ მუშაობს, როგორ ვაკეთებთ. ჯერ პირველ რიგში რადგან თუ ვამბობთ რომ 11.html ფაილი შეიძლება გქონდეს შესაბამისად 11 CSS ფაილი შეიძლება გქონდეს. როგორ მივახედოთ რომ ეს CSS ფაილი გამოიყენოს ჩვენმა HTML-მა. აი უკვე ვიყენებთ კიდევ ერთ დამატებით ელემენტს, დამატებით ტექსტს, რომელსაც ჩავსვათ head-ში აუცილებლად, იმიტომ რომ ეს არ არის ვიზუალურად ჩანს რაღაც ეგეთი ელემენტი და ეს არის ლინკი. აი ლინკს როგორც გითხარით, ბევრი თვისება აქვს და მათ შორის ერთ-ერთი არის აიკონი, რომელიც ჩვენ აქ გვიწერია, ჩვენ გვჭირდება CSS. style sheet. და აქეთ მარჯვნივ აქვს ესე ვთქვათ, ხრეფ ინფორმაცია. ხრეფ უნდა იწეროთ აუცილებლად და უდრის და ბჭყალებში უწერია რაღაც. ეს ბჭყალებში აწერია, უნდა წავშალოთ. და აქ მივუთითოთ ჩვენი არსებული ფაილი. აუცილებლად დაიწყეთ წერტილი და დახრილი ხაზით, რომ სწორად მიაგნოს სისტემა და იქ თვითონ შემოგთავაზა რა ფაილები გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში. დავწერთ style CSS. ახლა როგორ შემოვაწოთ მუშაობს პროექტი გაშვებული გვაქვს. გადავდივართ უბრუნდებით ჩვენ საიტზე და ფერი მიცემული. ზუსტად ის ფერია რაც ჩვენ გვინდოდა. კი ბატონო, მაგრამ აქ არის ერთი პრობლემა, უყურეთ, ბადისთან რომ იმაქვს მაუსი, ზომები შეხედეთ როგორ მიჩვენებს მარცხენა კუთხეში ჩანს ზომები, მაუსს როგორც კი მივიდა, მხოლოდ მასში ჩანს. 450 პიქსელი აქვს. პიქსელებში იწერება ეს ზომები, იცოდეთ, ვებში ზოგადად 450 პიქსელი აქვს დაახლოებით. სიგანე და სიმაღლე აქვს 0. ანუ სიმაღლე არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ფერი მაინც მიიღო. აი ეს რაც გავხსენი ახლა, აქ როგორ შევიდეთ ბარემ რო ვისწოროთ, ანუ ჩვენ დაწერილი თვისებები, რაღაცა HTML-ი როგორ დავწერეთ ელემენტები და რა არის გაშვებული საიტზე რომ ვნახოთ, ვაწვევით მარჯვენა კონკას მაუსზე და inspect. inspect გაუფრთხილება developer tool-საც ეძახიან მეორენაირად, ზოგ ბრაუზერში შეიძლება developer tool-იც კი ეწეროს, ადრე მახსოვს ეწერა ხოლმე და გამოგიჩნდება აქ ელემენტების განყოფილება პირველი default-ად, სადაც არის ჩვენი დაწერილი კოდები. ერთში მაგალითად აქ ჩანს ჩვენი ლინკიც, რაც გვიწერია, ჩვენი title-იც და ბადიში გვიჩანს უკვე, არაფერი არ დაგვიწერია, ჯერ თვითონ ბადი. და დაბლა გვიჩანს თვითონ ამ ბადზე არსებული სტილები, რაც ჩვენ დავუწერთ. აი მარცხნივ აქ რაღაცა პატარა კუბიკები თუ შევა ჩვენ დაწერილი სტილებს, ოღონდ მარტო default-ად არის იმათ არა და შეგვიძლია ეს გავაქროთ და დავინახოთ ეფექტები, როგორ იქნება ამ სტილით ან ამ სტილის გარეშე. კარგი, ეს დავტოვოთ, იმიტომ და გვჭირდება ხოლმე.
ეხლა სიმაღლე უნდა მიცით აუცილებლად ბადის, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ფერი კი აქვს და თითქოს ვიზუალურად არ არის ხარვეცი, მაგრამ არის. ბადი ზოგადად უნდა იყოს მთელი ეკრანის სიმაღლე მინიმუმ. ამიტომ რომ მივცეთ სიმაღლე, ესეთ რაღაცას ვწერთ. min height-ი ანუ მინიმალური სიმაღლე, ეხლა ასაც ვწერთ აქ სინტაქსი ეს არის CSS. თითოეული წესი, CSS-ის ფერი, რაღაცა როგორ გქონდეს, იწება დასახელება, ორი წერტილი, მნიშვნელობა რა გვინდა რომ გქონდეს ამ წესს და მე წერტილი მძიმე. ავტომატურად წეს ახლა ის spread და VS Code და ამიტომ აღარ ვამახვილებ ხოლმე ეს დეტალებზე ყურადღებას და min height უნდა გქონდეს 100 VH. 100 VH რაც ნიშნავს, მაუს რომ მივიტან თუ რამე CSS-ში დაწერთ ხოლმე, მიახსენდა სიტყვაზე მე ვაკეთებ და ბოლომდე არ აღხსენია რაღაცა ცოტა ისეთ დაგჭათ, მაუს რომ მივიტან აუცილებლად დაგიწერთ ხოლმე მნიშვნელობას. ანუ საშუალებას გაძლევთ რომ ძალიან სიმაღლე დაიგავოთ page-ის გვერდის. ახლა რომ გადავიდეთ, ნახოთ როგორ იქნება. აი ეს დაიკავა კი ბატონო, სიმაღლე დიდი აქვს, მაგრამ ესეთი უცნაური რაღაცა დაგვემართა. სროლივით გაიგეთა მარჯვნივ, როცა რეალურად ჩასასრული არაფერი არ არის. ეს ახლა რატო ხდება? დიფოლტად გარდა იმისა, რომ აი ფერო შეუწყვეთ რაღაცები და მივეცით სიმაღლე და background ფერი, ფონის ფერი და ასე შემდეგ, ყველა ელემენტს დიფოლტად რაღაცა თავისი სტილები უკვე გააჩნია. CSS. ბადის შემთხვევაში მაგალითად აქ ჩვენი დაწესილები ხო გვიჩანს აი გვიჩანს რაღაცები. აი გარდა მაგისა დიფოლტად აქ ისეთ რაღაცა. display logo და ამას ჯერჯერობით არ შევხვდებით და მარჯინი 8 პიქსელი. მარჯინი ნიშნავს ესეთ რაღაცას CSS-ში. დაწერილი ელემენტისთვის გარედან არსებულ სივრცეს, ანუ როცა უნდა ბადი იყოს მთლიანი ეკრანის სიმაღლე, მაგას კიდევ ემატება გარედან 8 პიქსელი დაშორებას ზემოდან და ქვემოდან და ამიტომ მთლიანი ეკრანის ზომაზე დიდი გამოდის ტრანსფორმაციაში ბადი, იმიტომ რომ დაშორება მარჯინი, ესე ვთქვათ, მარჯინი არ არის ვიბის და არ არის ეს ტერმინი. ბევრ პროგრამაში შეხვდებით, მარჯინი იხმარება Word-ში, Excel-ში და რაღაცებში. პროგრამებში ზოგადად გარედან არსებული სივრცე, რომელიც იქნება რაღაც ელემენტის გარშემო, გვია მარჯინი. როცა მე ვეუბნები რომ ძალიან ეკრანი დაიკავოს და კიდევ გადამატებით აქ გარშემო მარჯინი, შესაბამისად იცვლის ესე ვთქვათ ესა თავის ზომას და უკვე ძალიან ეკრანზე დიდი ხდება. ეს რო ავიდოთ თავიდან, ესეთი რაღაცა არსებობს ცნება. რომ დიფოლტად გავამზადოთ, დავარესეთოთ, ანუ გავუქროთ ის ცნებები, რომელმაც შეიძლება ხელი შეგვიშოვოს. ესეთია მარჯინები. არის კიდევ პადინგები და ესეთი რაღაც. ნახოთ. ანუ ნელა და ნელა უფრო და უფრო მეტი რაღაცას აქვს. ანუ მე უნდა დავუწერო რა. ფიფკი რატო დავწერე? გასაგებია ბადის უწერ, ბადის სტილებს წერდა ბადის თვისებებს აქ. ფიფკი ნიშნავს რომ აქ დაწერილი სტილები იმოქმედებს ყველა ელემენტი აბსოლუტურად. იმოქმედებს როგორც ვთქვათ, title-ზე, იმოქმედებს როგორც body-ზე, იმოქმედებს როგორც ну title-ი არ არის body-ში. იმოქმედებს როგორც body-ზე, ასევე body-ში არსებულ ელემენტებს. რასაც დავწერთ. და აქ ჩვენ უნდა ვუთხრათ რომ მარჯინები რაც დიფოლტად, ანუ ყველა ელემენტის, რადგან ფიფკი დავწერთ ეს თვისება ყველა ელემენტი იმოქმედებს, მარჯინი იყოს 0. როგორც კი ამას დავწერთ, გახდება ჩვენი error-ი. ია კიდე რეებიძე და ნენელა უფრო და უფრო მეტ რაღაცას დავწერ, ამიტომ რომ მაქსიმალურად ახლა რაც თვალით ვერ დაინახავთ, ან ვერ აგიხსნით ისეთ რაღაცებზე ვილაპარაკონ გავაკეთო, ამიტომ დავტოვოთ ეს. ფერი მივეცით, შემდეგ რა გვჭირდება? შემდეგ გვჭირდება უკვე ეგეთ რაღაცა, რომ აი ეს ისავაროთ კარდი ვიზუალურად. როგორც ვხედავთ, გარშემო თეთრია. გამოვწიოთ. ამ თეთრი შიგნით გვაქვს სურათი და გვაქვს ორი სათაური. კარგი. კი ბატონო. მაგრამ ახლა რა ხდება? რამდენი ელემენტი გვაქვს აქ? ერთი ელემენტი არის თეთრი ფონი, რასაც აქ თლიანად ესე ვთქვათ. შობილი ელემენტი, რის შიგნითაც არის მოქცეული
სურათი და ორი წარწერა. ამიტომ ამ ელემენტს შეგვიძლია რაღაც დავარქვათ, რამდენიმე ელემენტი შეიძლება ეს გამოსახოთ. ესე რომ ვთქვათ. არ გვინდა. ჩვენ დავარქვათ მოკლედ გამოვიყენოთ div. div ელემენტი რა არის? ანუ აქ ახსნა div და აქ დახურვა div ელემენტი არის. ყველაზე გავრცელებული და ესე ვთქვათ, ყველაზე ხშირად გამოყენებადი ელემენტი, იმიტომ რომ არ გააჩნია რაღაც კონკრეტულად რაღაცა ესე ვთქვათ, სპეციფიკური თვისება, სადაც აი მე დანიშნულებით გამოვიყენოთ. ანუ ძალიან ზოგადია, ძალიან ბევრი ამის თანხმობით შეიძლება გამოიყენოთ. მომავალში ვიტყვი რატო არ არის კარგი საერთოდ ყველაფერზე div-ის ხმარო მეხონმე. მინახე ეგეთი კოდებით, სადაც თითქმის ყველგან div-ები უწერიათ. ძალიან ცუდი პრაქტიკაა, მაგალითად ვისაუბრეთ აუცილებლად ამ შემთხვევაში უბრალოდ. გამიგდოთ ეს არის ესე ვთქვათ ის div-ი ჩვენ რაც გვინდოდა და შიგნით გვაქვს ორი ელემენტი, სურათი, სამი ელემენტი, სურათი და ორი ტექსტი. სურათის ელემენტი, ანუ ელემენტი რომელიც სურათს გამოსახავს, ქვია image. img არის შემოკლებით ტეგის დასახელება. ეს შიგნით რეები აქვს ამას გავარჩევთ ეს source-ი რაც ნიშნავს, სურათი არის source-ის შემოკლება და ეს alti რაც ნიშნავს. მანამდე განვაგრძელოთ ჯერ ელემენტები ჩამოვწეროთ. აი ამის გარდა, ანუ სურათის გარდა იმის ქვემოთ ქონდა ორი ტექსტი და რო შევამჩნიოთ ესე ვთქვათ. ერთი ცოტა უფრო მუქია და ზომაში დიდი, მეორე შედარებით პატარა. ამ შემთხვევაში რას ვაკეთებთ? ანუ როგორ გამოსახავთ ტექსტის გამოსახვის რამდენიმე ელემენტი არსებობს და რამდენიმე გზა. ამ შემთხვევაში რადგან მოკლე ტექსტებია და რაღაცა ისეთი და არ არის რაღაცა აბზაცები, შეგვიძლია გამოვიყენოთ ორი ელემენტი. ნუ იდეაში ერთი ელემენტი უბრალოდ სხვადასხვა ესე ვთქვათ ტონის სხვადასხვა იერარქიის. აი ვიტყვი ცოტა ხანში რასაც გულისხმობ. h ტეგები არსებობს, ესე ვთქვათ, სათაურის ტეგები, სათაურის ელემენტები ვებ პროგრამებაში, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ზომის სათაურების, ანუ სათაური გულისხმობს რა? არ გულისხმობს მარტო ვებგვერდის სათაურს, რომელიც შეცვლისას თავზე ჩდება, ხოლო გულისხმობს რაღაცა მოკლე ფრაზას, მოკლე სიტყვას, მოკლე რაღაცას, რომელიც შეიძლება იყოს განყოფილების დასაწყისში სათაურად, რაღაც, ანუ რო წარმოვიდგინოთ რაღაცის დასახელება, რაღაცის სათაურია, არა მარტო ვებგვერდის დასაწყისში. და იერარქიულად შესაბამისად არსებობს უფრო მნიშვნელოვანი სათაური, რომელიც თუნდაც დასაწყისში ჩანს, არსებობს რაღაცა ქვეგანყოფილების სათაური, სტატიის სათაური, რაღაცები ასე შემდეგ. და ეს იერარქია h1-დან h6-მდე არსებობს. ანუ პირველი დონის სათაური, მეორე დონის სათაური, მესამე დონის სათაური. ანუ სათაურს რამდენად მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს და რამდენად ისე ვთქვათ მნიშვნელოვანია, რომ პირველი მოხდეს იუზერს მომხმარებელს, როდესაც საიტს ეწევა. მაგის მიხედვით განისაზღვრება. ანუ მაგალითად და არა რატო არის ეგ აუცილებელი. h1 ტეგი ავიღოთ, ანუ პირველი დონის სათაური, რომელიც თავი სათაურს უნდა ერქვათ, საიტსაც ქვია, საიტი რაც წერია დასაწყისში. იმიტომ არის ეგრე საჭირო, სადიებო სისტემები, Google-ში როცა რაღაცას სერჩავთ, ან ნებისმიერ სხვა სადიებო სისტემაში, ნიშნულობას და უფრო მეტ ყურადღებას აქცევს სიტყვების მოსაძიებელი სიტყვების და თუნდაც ის მიხედვით უნდა იმიპოვოს მე რაღაცა ესე ვთქვათ, რაც მაინტერესებს, უფრო ყურადღებას და მნიშვნელობას აქცევს h სათაურს. რა თქმა უნდა, იმათაც ნებისმიერ ტექსტს აქვს შეერთებული ვებგვერდზე, მაგრამ ნუ პრიორიტეტები მაგითაც არის დალაგებული და ნუ არა მარტო მაგ რა. ამ ბევრი რაღაცა არის, გამოც შეიძლება სადიებო სისტემებმა ჩვენი საიტი ვერ იპოვონ, ან უკეთესად იპოვონ, თუ რაღაცების გავითვალისწინებთ, დავწერთ. ზოგადად ეს ჩემი სპეციფიკა არ არის, ესე ვთქვათ, ოპტიმიზაცია საიტის იმისთვის, რომ სადიებო სისტემების კარგად იმუშაოს მაქსიმალურად. მაგრამ ზოგადად აქედან ვიცოდეთ მაგაზეც პარემ ვიტყვი ცოტა გადავახვევით სამუშაო თემას, რომ დღევანდელ დროში ფრონტ-ენდ დეველოპერი იქნება ის ბექ-ენდ დეველოპერი ფულ სტაკი თუ რაც არ იყოს, თუ ვების მიმართულებით ხართ. სადიებო სისტემების რაღაც მინიმალური დონეზე ოპტიმიზაცია უნდა შეეძლოს და ესწროს, თვითონ რაც კი შეიძლება ვებ დეველოპერმა თვითონ გააკეთოს. სადიებო სისტემის ოპტიმიზაციის, ესე ვთქვათ, ცალკე მიმართულება არსებობს, ან კადრი არსებობს, ადამიანი ვინც მაგას უზრუნველყოფს. საერთოდ ზოგადად პროგრამისა კომპანიებში უმეტესწილად არის. მოკლედ ჩვენ გვჭირდება ამ შემთხვევაში მოდი დავწეროთ h2 ტიპის სათაური, იმიტომ რომ კი იდეაში სათაური წარწერა გვაქვს, მაგრამ h1 არის ძალიან გამოკვეთილი და ძალიან რაღაცა დიდი ზომის ხოლმე ტექსტები და წესით ეს მოდი h2 დავარქვათ. და შეგით უნდა იყოს წარწერა და მეორე ელემენტი იყოს h3 ან h4. უფრო დაბალი იერარქიის, ანუ ეს უფრო მნიშვნელოვანია, მუქად წერია გამოკვეთილად იუზერს თვალში მოხდეს, რაც შეიძლება.
ეს ნაკლებად მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი ტექსტი. შენ თავს უნდა ჩავწეროთ როგორ წერთ. მოვნიშნავთ აი პირველი ტექსტი რაც არის და მარჯვნივ სადღაც უნდა დაგვიწევს თვითონ ტექსტი. ან Ctrl+Z დააწევით და წესი ჩაგვიწევთ. Ctrl+V დავაწევით და აი ეს ტექსტი რაც იქ წერია ჩაგვისვა. დავაკოპიროთ და ჩავსვათ ასე. კი ბატონო. ეხლა ვნახოთ ეს ვიზუალურად როგორ ჩანს. ეს იმაში აი ეს არის ზედა ტექსტი. ეს არის ქვედა ტექსტი, რომელიც წესით უფრო სწორად უნდა ჩანდეს, რაღაც წლებს რო გავუწევთ. მოდი სურათი ჩავსვათ ბარემ და სურათს როგორ ვწვევთ. აი პირველი რაც არის საინფორმაციო ესე თქვა. მახასიათებელი რაც გააჩნია image elements, image text არის source. Source-ში უთითებთ მის სამართ, რომელიც სურათი გამოისახოს ამ ადგილას. ისე ვიყენებთ წერტის დახილ ხაზს და ამ შემთხვევაში ვისწრებთ უკვე images და image QR კოდი, იმიტომ რომ ფაილ აიკონი ის იყოს ზემოთ რო აიკონად გამოიჩინოთ. დრო გადავალთ აქ დახვდება რაღაც ძალიან დიდი ზომის არის და იმის დაბლა ორი ტექსტი. აი მას ნელ-ნელა გავასწორებთ. Alt-ში წერთ რას? Alt-ი არის ესე თქვა, აწრს წერთ ტექსტი, იწება რაღაც მოკლე description-ი სურათის, როდესაც ინტერნეტს ამი პრობლემა აქვს და აიკონი თუდად იხატება რაღაცა შეხვედრით დაწნეულო საიტებზე, რო არ დაიბნის მომხმარებელი აი რატო ხდება უცებ აი რა ჭირს საიტი და რაღაცა და უბრალოდ რაღაცა სიმახინჯე არ გამოჩნდეს სურათის ამოგდებული სურათის მაგივრად რა. ვერ ჩატვირთ სურათის მაგივრად, Alt-ში იწერება ტექსტი, რომელიც გამოისახება, როდესაც რაიმე სურათი რაიმე ჩატვირთვაზე პრობლემა ექნება. QR კოდი. QR კოდი. ანუ თუ სურათით ვერ დაინახა რა ხდება, ეს დაწვა მინიშნებს, რომ QR კოდი სურათია. ნუ უფრო ტექნიკური განმარტება შეიძლება დაუწეროთ, მაგრამ ეხლა სავალიშო პროექტად რაღაცა თქვენ თვითონ ვიგიზოს ფიქრი. უბრალოდ მეახრობი ტექსტი დაწერეთ, თუ რეალურ პროექტებზე მუშაობთ დროს შეიძლება ესეც გითხრან და ანუ გააჩნია კომპანიას სად იმუშავებთ და გუნდთან ერთად იმუშავებთ. არის ესე თქვა წინასწარ გაწელი გაიდრაინები და მიდგომები, რომელსაც კომპანია იყენებს და შეიძლება თქვა წინასწარ გითხრან როგორ იწერება ესა თუ ის ამა თუ იმ სურათისთვის ეს alt თვისება. კი ბატონო, ეხლა პრობლემა რა გვაქვს? ერთ-ერთი ის რომ გარშემო თეთრი ფონი არ აქვს და მაინც ნაცრისფერია, სურათი გამოჩნდა, ორი ტექსტი გამოჩნდა. ეხლა რაც ვაკეთებ, რეალურად გვინდა რომ გავუწეროთ ამ მშობელი divs, რაღაც სტილების დომებში შევზღუდოთ, უკან თეთრი ფონი ვიცით ასე შემდეგ, ისევ როგორც images, ძალიან დიდი ზომის სურათია და ტექსტებს თავისი ზომა და რაღაცები გავუწეროთ. პირველში დავიწყოთ შოვლიდან. ახლა ამის სტილებს როგორ ვწერთ? body-ის სტილები გავიგეთ რომ background დავუწერთ აქედან, სახელი დავუწერთ და ეს ტეგის სახელი. ამ შემთხვევაში ჯობია რომ div არ დავწეროთ და არ გავუკეთოთ, იმიტომ რომ ასე დაწერილი სტილები, პირდაპირ როდესაც ელემენტის სახელს ვიყენებთ და მე სტილებს წერთ, მოიცავს ყველა ამ ტიპის ელემენტს. ანუ რამდენი ბადიც გვექნება პროექტში, ყველას ესე წილი ექნება. შესაბამისად მე რო აქ div დავწერო, div-ის როცა მე დაბლაც დამჭირდეს გამოყენება იმის ქვემოთ. აი ამ ნაწილის ქვემოთ, აი სადღაც აქ კიდე კოდი მიწერია რაღაცა და კიდე div შექმნა მომიწევს, იმ div-ზეც გადავა ეს სტილები. ამიტომ ამას არ ვიყენებთ. ასე არ გამოვიყენებთ და გავაკეთებთ რას? ჯობია რომ მივეჩიოთ body-ის გარდა არაფერს ესე სტილები არ დაუწეროთ. div რო ესე ვთქვათ, სახელის გარდა div-ის თვითონ დასახელის გარდა div-ის გარდა რაღაც შეგვიძლია სტილების მიცემა არსებობს ორი გზა. ერთი არის ID თვისების მიცემა, ID ატრიბუტი ქვია ამ ელემენტის გვერდით რაღაცებს წერთ ნაკლებობას შორის, აი ნაკლებობამდე ქვია ატრიბუტი. ID ატრიბუტი ან class ატრიბუტი. class ატრიბუტი ერთადერთი დანიშნულება აქვს ფაქტორად და იყენება იმისთვის, რომ CSS-ში მე ფერები, ზომები და რაღაცები გავუწეროთ და ამიტომ ვიყენებ class, თუმცა ID-თაც შესაძლებელია ფერების მიცემა, უბრალოდ ID იმის გამო არ უნდა მიუწერო ელემენტს, რომ მოდი CSS-ში მე მარტივად მივაგნო და რაღაც სტილები მივიცე. დავარქვათ card-ი, მაგალითად. card class. ეხლა როგორ მივწვდი ამ div-ს, რომ ანუ ეს მშობელი შიგნით არსებული ელემენტის არ ვარ. თვითონ ეს div, რომელიც გარეთ მშობელია, ესე ვთქვა და იმის შიგნით ვაქვს დანარჩენი ელემენტები. როგორ გავსვათ აქ div-ი გასაგებია, ცუდი მიდგომა body-ის გარდა ყველა ელემენტის შემთხვევაში.
წერტილი თუ კლასს ვიყენებთ აქ და არა აი წერტილის მომავალი ვნახოთ ID-თაც როგორ შეიძლება გაკეთდეს და კლასის დასახელებას, ანუ cards. შემდეგ ისე ფიგურული ჭრილი და დანარჩენი მიდგომა იგივე. მოგეთ ამის წერის სინტაქსი, როგორ მივწდეთ ელემენტს, რომელზე გვინდა სტილების დაწერა, რამდენიმე ვარიანტი არსებობს და ნელა ყველაზე ვიტყვით ხოლმე. და ამ შემთხვევაში კლასით გაკეთება იყოს და ჩვენ გვინდა მივწდეთ ზომები. ზომები რომ მივწდეთ, უნდა ვნახოთ ორიგინალში რა ზომები აქვს ჩვენს მთლიან თეთრ cards. და წერია 320. სიმაღლეც არ უწევთ. max width შეგვიძლია დავწეროთ, ანუ მაქსიმალური სიგანე, მაგრამ თუ რაღაც არის ნაკლები ზომა შეიძლება გქონდეს, თქვა mobile device-ების თემა გამოსადეგი, დავწეროთ 320 პიქსელი. და მოდი background color-ით უკვე მივიცეთ, color-ით, როგორც ისე ბადის მივიცეთ, ამასაც მივიცეთ და ვნახოთ. ავტოწეთ თეთრი უნდა იყოს. არა. ცოტა გვიჩვენებს. რა მგონია ხა ის ფერი თეთრი უნდა იყოს აუცილებლად. არცაფერი არ მიცი. კარგი, background დავწეროთ, მოდი ხელით დავწეროთ white. თეთრი background რო ქონდეს. აი გამოჩნდა, მე მგონი მანამდეც ქონდა. და შევამოწმოთ. აი, თეთრი არ არის აუთ. კარგი, დავუნდეთ ისევე. იყოს თეთრი. და ეხა უკვე გვინდა თვითონ სურათს რომ იცით სტილები, უკვე შვილ ელემენტს. და ამ შემთხვევაში შეგვიძლია კლასი გამოიყენოთ და დავამატოთ class query. ანუ query კოდის იმიჯრადგან შეგვიძლია query დავარქვათ. გადმოვდივართ და ისევ query წერთ და სტილებს ასუწევთ. სიგანი უნდა დავუწეროთ 100% და კარგია რომ გთავაზობთ. რას ნიშნავს სიგანი 100%? ზოგადად ზომებში ანუ რაღაც სიგანე, სიმაღლე, რაღაც ზომის ერთეულები, რაზეც შეიძლება მივანიჭოთ. პროცენტს ვიყენეთ, ეს ნიშნავს რომ შობელს რაზომაც აქვს, იგივე გამიმეორებთ. ანუ შობელი ქადი რაზომაცაც მიიღებს 320 პიქსელი სიტყვაზე, ესეც იქნება 320 პიქსელი. ეხლა დამოკლა. აქ მე მგონი ჩვენ ესეც გასტილი მაქვს. და იმიტომ ჩანს ესე რომ უკეთესად გამოჩნდეს, თორე რეალურად დაახლოებით იმ ზომის არის როგორც დავალებაში. ერთი საკითხიც უნდა გავითვალისწინოთ უყურეთ. ჩვენ ხო თქვით რომ მარჯინი არის ელემენტის გარეთ არსებული სივრცე, მაგრამ აი თეთრი ელემენტის ჩარჩორაც არის იმის შიგნით სივრცეა ამ ელემენტებამდე. აი შეხედეთ გარშემო ყველა მხრიდან არის 16 პიქსელი დაშორება ქვედას გარდა სავარაუდოდ, ქვედით არის 40. ანუ ამ თვითონ თეთრი ქარდის შიგნით არსებული სივრცე უნდა შევქმნათ, რომელიც შიგნით არსებული ელემენტებიდან კედლებამდე გავრცელდება. ანუ შიგნით აი ელემენტი ამ მთლიანი ქარდი ელემენტის შიგნით გავრცელდება ეს ცითარიელი და არა გარეთ. 16 პიქსელი და 40 პიქსელი ქვედა. აი ეგ შიგნით არსებული და ამ იმას ადგილს რომელიც იქნება ქვია არა მარჯინი, არამედ პადინგი. პადინგია ელემენტის შიგნით არსებული სივრცე, მარჯინია ელემენტის გარეთ არსებული სივრცე. და აქ უნდა დავუწეროთ ზედა მხარეს 16 პიქსელი, მარჯვენა მხარეს 16 პიქსელი, ქვემოდაც 40 და მარჯვენას ისევ 16 პიქსელი. მოგეთ, ყველა მხრიდან 16 პიქსელია გარდა ქვედას. და როგორ იწება ეს პადინგები? შეგვიძლია 4 სტილი ერთდროულად მივიცეთ, ან დავწეროთ საცალკე. მარჯინ პადინგი top, პადინგი bottom ქვედასთვის, პადინგი left-ი და პადინგი right-ი შესაბამისად. მაგრამ შეგვიძლია დავტოვოთ პადინგი და 4 საცალკე არ გავუწეროთ და 4 დავწეროთ აქ. ოღონდ დავიმახსოვროთ რომ თანმიმდევრობა როგორ მიმდინარეობს. იწყება ზედადან და საათის მიმართულებით მიდის ჯერ მარჯვენა, მერე ქვედა, მერე მარცხნივ. ზემოთ გქონდა 16 პიქსელი, მარჯვნივ გქონდა 16 პიქსელი, ქვემოთ გქონდა 40 პიქსელი და მერე ისევ 16 პიქსელი. ახლა ეს პადინგი რო გავუკეთეთ, რა მოხდება?
აი შინც სივრცე გაიკეთა, მაგრამ აი ეს ელემენტი თვითონ იმიჯი ქარების თითქოს ჩარჩოდა. ეგ ხდება იმიტომ, რომ ბორდერებსა და აი პადინგებმა აღორია ეგ და 320 პიქსელი დაიჭრა მაინც სურათის სიგანე. ანალოგიურად როგორც ფადის ჰქონდა სკროლი, მსგავსი ეფექტი შეიქმნა თვითონ შიგნით ელემენტზე. გაიჩინა ესე ვთქვათ სივრცე. გარშემო შიგნითმა ელემენტმა. ანუ შიგნით ელემენტის ჩავთვალოთ, რომ აი ქარდამდე რაც არის სურათისთვის, მარჯინივით მოქმედებს მისთვის და 320 პიქსელს კიდე დაემატა რაღაცა და გაცდა. ეგრულად დაგვემართოთ და ბორდერებმა და რაღაცა სიგანეებმა და იმ რაღაცებმა რო არ აგვირიოს, ეს რაღაცა წერთ ზემოთ დიფოლტად ყველა ელემენტისთვის box sizing-ი და ეს უნდა იყოს border box-ი. box sizing-ი რა შეჭრათ, ანუ box-ის ყუთის ზომა გულისხმობს იმას, რომ აი რო წარმოვიდგინოთ აი ბორდერებმა და ამ შვილი ელემენტების ზომებმა და რაღაცებმა რო არ გამოიწვიოს არეულობა დიზაინის, პადინგებს ითვალისწინებს დანარჩენი სივრცის შიგნით. ანუ 320 პიქსელი აღარ იქნება სურათის ზომები, იმიტომ რომ პროცენტი იღებს არა პირდაპირ ზომას, არამედ პადინგების შემდეგად რაც დარჩება. იმას იღებს სურათი. ეხლა რო შევართ დახვდება აი ესეთი რაღაცა. გარშემო ეს თეთრი ის აქ. ეხლა მიხედოთ ქვედა ორ წარწერას. ვაკ ხაშორი და E. ამას დავარქოთ იმას ვაიგონი project. კლასი ყველავანი ჩმინდა რომ დავარქოთ რა მოვიფიქროთ. ტაიტლი ერქვას. ოღონდ ეს ტაიტლი არ გულისხმობს ამას. ეს ელემენტის დასახლება და ეს კლასის უბრალოდ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს. და აქ ამაზე იყოს description. რადგან უფრო წვრილად წერია და უბრალოდ განმარტების სახით. განმოდივართ და ტაიტლს უწევთ რას. ტაიტლს უწევთ ზომებს პირველ რიგში, იმიტომ რომ ფონტი და რაღაცა შემოტანილი ხარ ჩვენ არ გვაქვს რა ფონტიც აქ არის უშუალოდ გამოყენებული ასოების მოყვანილობა და ამ შემდეგ და რო დავატვით კონკრეტულად ტექსტს, სადაც გვინდა რომ მისი სტილები ვნახოთ, ჩვენ გვაინტერესებს დათვალიერე ზომა. ოკეი. არის 22 პიქსელია, იქ რო დავაწვევით ტიპოგრაფში დასახელებას, გვიჩვენებს 22 პიქსელს. აი, ქვედა არის 15 პიქსელი მაგალითად ეს. ესეთი. იოთ. კაი, 22 პიქსელი. და როგორ წეს ზომას? ერთ font-size, რომელიც ფონტის ზომას განსაზღვრავს. და 22 პიქსელი გვჭირდება. გარდა მაგის არის ცოტა გამუქებული და გასქელებული, ესე ვთქვათ. და მაგას როგორ ვაკეთებთ? გვჭირდება სისქე, ტონა ასოების, ესე ვთქვათ, და ეგ უნდა ვნახოთ. და ხო არ არის. აი ფიგმა რაც გადააკეთეს და ასე უნივერსია გახადეს, ისე კარგად აღარ იწებნება რაღაცები, თუ ფასიანი ვერსია არ აქვს. ამის ყიდვას არავის არ გიჩვენებთ, თუ სამსახურში არ მოგთხოვენ და არ გჭირდებათ რომ მუშაობის ხელი ისე ვერ მუშაობთ, არაფრით არ იღებთ. აი მოდი 700-იანი იყოს. ზოგადად მუქი არის font weight, ანუ ფონტის სისქე. და აი იწყება ციფრების სახით წამოვიდგინოთ 100-დან 200, ну ღია ფერის, ყველაზე ღია ფერის, შედარებით ღია ფერის და მიყვება ასე შემდეგ. 700-ია მუქი, 800 კიდევ უფრო მუქი, 900 ყველაზე მუქი. ჩვენ ავიღოთ 700. და ესე ჩაჭდა. ერთადერთი პრობლემა რაც არის, კარდი არ არის ეკრანის შუაში. აი ეგ რომ მოვაგოროთ, ესეც რაღაცა შეიძლება დავწერთ. თვითონ tiles ელემენტს უნდა tiles კი არა cards უბრალოდ უნდა დავწეროთ, რადგან კარდი არის ჩვენს მოგცემულ შუაში. მარჯინი, ანუ გარშემო დაშორება აუტო.
ანუ ავტომატურად თანაბრად გადანაწილოს სივრცეები ელემენტის გარშემო. ამას რო გადავალთ ახლა გაჩნდება მარჯვენა მხარეს, მაგრამ ზემოდან ქვემოთ არ ჩამოვიდა და ახლა ვნახოთ რატო. კი ბატონო, მარტო მარცხენა მარჯვნივ გასწორდა. მთლიანად რო სწორად დაჭდეს, ბადილი დაგჭირდება ესეთი თვისების მინიჭება. display-ის, ანუ გამოსახვა როგორ იქონდეს ელემენტს და flex უნდა ავიჩოთ აქ. ეს ნიშნავს, რომ მოქნილი განლაგება ქონდეს ელემენტებს, მომავალში ნელ-ნელა უფრო და უფრო ვისწავლეთ ამ რაღაცებს, ახლა სიმულაციურად ფიზიკურად ვერ აგიცნით, რომ კარგად გაიგებიოთ. და როდესაც flex უწევთ, შვილი ელემენტები ლაგდება გვერდიგვერდ. აქ რო გადავასწეს უკვე გასწორებული უნდა დაგხვდეს, კი ბატონო, დაგვიჩანს. ბედაურ წარწერასაც რო შევავლოთ ხელი, ესე ვთქვათ, ამათაც ვიდეო უნდა გქონდეთ 100%, ისე როგორც სურათ. ვარაერთი შემთხვევაში თუდად არ გამოჩნდეს. და ასევე გვჭირდება ის, რომ 100 არა 200. 200 კი 100% უნდა დამეწერა. ასევე გვჭირდება ის, რომ აი სივრცე ტექსტი ეწეროს ცენტრისკენ. კარგი. შესაბამისად, კიდევ ჩვენ გვჭირდება ისი გაწერა რაღაცა ეტყვა, იმიტომ რომ არ მიიღო ის ზომები, რაც ჩვენ გვინდოდა. მოდი ცენტრში განვათავსოთ ჯერ. ტექსტი რო ცენტრისკენ იყოს განლაგებული, მაგას ქვია text align. და უნდა იყოს center. და განლაგდება ცენტრში. კი ბატონო. ნუ ცოტა დაშორება კი გაიკეთა, მაგრამ აინც უფრო მეტი უნდა იყოს. პატინგები რას გქონდა? პატინგები QR კოდის კი არ უნდა მიგვეცა, QR კოდის მიგვიცია სურათის ქართის უნდა მიგვეცა. რა თქმა უნდა, მშობელისთვის. და აგდომაც გამოისახა ეკრე. აი ეხლა უფრო კარგად ჩანს წარწერა. ქვედა წარწერასაც იგივე უნდა გავუკეთოთ, ზომები და მივცეთ და 15 პიქსელი იყო და ცენტრისკენ description-ი ერქვა. და უნდა მივცეთ, რომ იყოს ცენტრისკენ ეწეროს და font size გქონდეს, ანუ ფონტის ზომა 15 პიქსელი. გამოისახა. ნუ რადგან ფონტი ესე თქვა არ გვაქვს იგივე და მოყვანილობა ასწვების არ ემთხვევა, აქ სხვანაირად ჩანს, ჩვენთან სხვანაირად ჩანს. დღევანდელ ვიდეოში ახლა ფონტის შემოტანას არ ავხსნი, უბრალოდ დავალება გავაკეთოთ, რომელიც მსგავსებული იქნება ამასთან. თუ დამატებით, აი პირველი ესე თქვა დამოუკიდებელი დავალებაც შეიძლება რომ ესე თქვა ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გააკეთოთ, სანამ შემდეგ ვიდეოებს გადავართ და შემდეგ დავალებები, სადაც აუცილებლად ვისწავლეთ ფონტის შემოტანას, ზუსტად დაემთხვის დასწრები, რაც ჩვენ გვჭირდება. ესე თქვა საჩინო დავალება ვიდეოს შემდეგ შეიძლება ესე თქვა რაღაცა დავგეგმოთ, რამდენად გააკეთეთ თქვენ თუნდაც დამოუკიდებლად რომ ეცადოთ რაღაცა შექმნას. ზუსტად ის ფონტი შემოიტანოთ და ის გამოიყენოთ, რომელიც აქ არის მითეული. ტექსტს დავაწევით, აი გვიწერს მარჯვენა მხარეს ესი ტიპოგრაფიას. ტექსტ სტაილი, ელია, კაი, აქ თუ არ არის, სტაილ გაიჩი უნდა იყოს. colors ტიპოგრაფი. აი outfit-ი ქვია ფონტს, რომელსაც იყენებს. და აი ლინკსაც გიწერს, საიდან შეიძლება რომ ფონტი წამოიღოთ და შემოიტანოთ. თქვენ თვითონ გაარკვევთ როგორ შეიძლება რომ HTML-ში და CSS-ში ფონტი შემოიტანოთ და გამოიყენოთ, შემდეგ თქვათ იგივე მოწყობილება რო იყოს, ამ ვიდეოში მაგას არ ახსნით. კარგი, მოკლედ ვიზუალურად ესე თქვათ, გავს ესე თქვათ რაღაცებით ერთ-ერთი რაც არის დაშორებებია ტექსტებს შორის საჭირო და ტექსტიდან სურათამდე. აი მაგას უკვე ვქნით ჩვენ გარშემო სივრცე როცა გინდა შევქმნათ, ვიყენეთ რა თქმა უნდა მარჯის.
ერთი სივრცე არის გვინდა რომ ქვედა წარწერიდან იყოს სურათამდე. როდესაც ელემენტს მონიშნავთ, კლავიატურაზე Alt-ს დააწექით და მაუსის სადაც გიქნებათ იმ ელემენტამდე სივრცეს მოგინიშნოთ. ეს არის 24, ეს არის 16. შესაბამისად, title-დან სურათამდე მანძილი, ანუ margin top-ი გვინდა, ანუ title-დან ზედა მხარეს დაშორება იქნება 40 პიქსელი, ხოლო description-დან ზემოთ მხარეს დაშორება სათაურამდე იქნება 16 პიქსელი. და ვიზუალურად ეს დაშორებაც გაიგეთ ჩვენი ელემენტი. ერთ-ერთი რაც გვაინტერესებს კიდე ცოტა რომ გავალამაზოთ ახლა ფონტები გასაგები არა გვაქვს. აი ეს მონგვალება რომ გავუკეთოთ ჩვენ ქართს. მონგვალებას აქ თუ ნახავთ ძალიან კარგია. ვიჩვენეს border აი რადიუსი აქ წერი. corner რადიუსი 20. თვითონ სურათზე ვნახოთ. თუ არის mixed. აი, სურათსაც ალბათ 20 უნდა დავუწევთ, იმიტომ რომ აქ არ გვიჩვენებს, კაი. მაგას ქვია border radius, ამიტომ ქართს უწერთ border radius 20 პიქსელი. და თვითონ სურათსაც. მოგეთ, დამისგავსოთ ჩვენ დავალებას, ერთ-ერთი რაც პრობლემა არის, შევასრულეთ, ერთ-ერთი რაც პრობლემა არის, ფონტები არ არის. ზუსტად შემოდანი ისეთი, როგორც საიდან დაიწყონოდეს, ეს დავტოვოთ მოცეთ, ესე ვთქვათ, ვიდეოს გარეთ, როგორ შეიძლება ეს გაკეთდეს, შემდეგ ვიდეოზე აუცილებლად დავხსნი, რა თქმა უნდა, გავს რაღაცებს, არ მინდა რომ ძალიან დიდი და გაწელი ვიდეო გამოვიდეს და თან ეტაპობრივად გვექნება ხოლმე ეგეთ რაღაცა უნაკვეთე ვიდეოში, სადაც დავალებათან რაღაც ესე ვთქვათ, პატარა ისეთ რაღაცას დავტოვებთ, რომ თქვენ თუ მოიძიოთ ან გაარკვიოთ. რეალურად ეს არის ჩვენი დავალება, ეხლა რა უნდა ვქნათ? ეხლა ეს დავალება ჩვენი დასრულებული და გაკეთებული, უნდა განვათავსოთ GitHub-ზე. დაუბრუნდეთ ჩვენს GitHub-ს. როდესაც ეს წინა ვიდეოშიც ახსენეთ თქვენ პროფილზე, როდესაც შეხვალ და ავტორიზაციას გაიგეთ რაღაცა, ესეთი ის გამოგიჩნდებათ რეპოზიტორის, თვითონ მენიუშიც არის რეპოზიტორის, ანუ პროექტები. წინა ვიდეოშიც ახსენეთ, შევდივართ და ვაწვევით news. ახალ პროექტს ვქნით, მოკლედ ახალი მას ვამატებთ. აქ ვწერთ პროექტის დასახელებას და ახლა QR კოდი მე დარწმუნებული ვარ, რომ მეგონა მექნებოდა, მაგრამ უჩვენს ამ სახით არ მქონია. დავაკვირდით ახლა აუცილებლად გაგიმწვანოთ, რომ მაგ სახელის დარქმევა შეგიძლიათ. დავაწვევით create. აუცილებლად აქ public-ი მონიშნეთ, ჯერ ისეთ პროექტებზე არ მუშაობთ თქვენ, რომ private იყოს დამალული. create repository-ს დავაწვევით და გაგვიჩნდება რეპოზიტორი. ცარიელი იქნება თავიდან რაღაც წარწერები წერია, მაგრამ რეალურად ცარიელი. ეხლა უკვე ვბრუნდებით ჩვენს კოდს, ჩვენს Visual Studio-ს და როგორ მოახდინოთ ეს დაწერილი პროექტი აღვწირთოთ GitHub-ზე. აი ეგ შემოდის უკვე Git-ი, რაც წინა ვიდეოების მიხედვით დავაყენეთ. რას ვაკეთებთ? უნდა გავხსნათ ტერმინალი. აი დამატებითი მენიუისაც ძალიან გაქვთ, მოკლედ ტერმინალი უნდა ეწეროთ. New ტერმინალი და დავლა მოხდება ესეთი სივრცე. და წერია ჩვენი მდებარეობა სად ვიმყოფებით რაში. უნდა ავკრიფოთ პირველი ბრძანება git init. Git init ნიშნავს, რომ git-მა, რომელიც საშუალებას გვაძლევს თულია, რომ ჩვენი პროექტების ვერსიებზე ვიმუშაოთ და git-ამთან დავაკავშიროთ და შემდეგ მოკლედ. ესეც გამოიყენება, ანუ ვუთხრათ, რომ დაიწყე მუშაობა. ესეთ რაღაცა git init ბრძანება. ამას რო ავკრიფავთ, გვეტყვის, რომ აი მოხდა ინიციაცია როგორც ცარიელი რეპოზიტორი და აი გუხდებ გამწვანა ყველა ფაილი. გამწვანა ფაილი ნიშნავს, რომ ბოლო ვერსია რაც შევინახეთ, git-ში ოღონდ არა ფაილის სეივს არ გულისხმობ, იმის შემდეგ რაც ფლებები მოხდა და რომელ ფაილში. ანუ ახლები რომლებია უფრო სწორად რო ვთქვა, ფლებები ყვეთლად ჩანს. ანუ ჯერ არც ერთი არ დამიმატებია ერთხელაც კი ეს ფაილები. ეხლა უნდა გავაკეთოთ ისეთ რაღაცა, რომ ეს ფაილები ვთქვათ, რომ შევინახეთ. ანუ git-ში შევინახეთ და არა ჩვენს კომპიუტერში. მხოლოდ. აქ უბრალოდ ამას ყურადღება არ მიწევს უბრალოდ ამის გაკეთება მომავალში ახსნით რას ვაკეთებ. აუცილებლად branch-ი უნდა ავირჩიოთ და რაც ნიშნავს branch-ი და რაღაცა თალგი გვექნება ამისთვის ვიდეოები, ანუ მივუთითებ, როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ რა უნდა იცოდეთ ამის მიხედვით.
ნუ მე მეინს ვარქმე ხოლმე ამ ბრენჩს, მაგრამ თქვენ რაც გინდათ ის და არ თქვით თუ იცით თუ კი გამოყენება. ანუ ყველა ვარიანტში git branch ტირე მინდა რაღაცა უნდა აკეთოთ ვიდეოშიც, მაგიტო ჩავსვიროთ, მაგიტო ჩანს. შემდეგ რაც ვაკეთე, მე ვეუბნები რომ ყველა ეს ფაილი, რაც შესრულებები გავაკეთე, მინდა რომ შემინახო git-ში, ანუ ახალ ვერსიად აღიქვას. ეგეთ რაღაცას git გამოტოვება, add, ანუ დამატება, გამოტოვება წერტილი. ამას რო გავაკეთებთ, git-ი ასახავს ცვლილებებს და ინახავს. მაგრამ საბოლოოდ არა პროცესი დამთავრებული, სანამ ჩვენ მითითებას ანუ კომენტარს არ დაუწევთ, ესე რომ ვთქვათ. git commit ესე იწერება -m და მე ბრჭყალებში კომიტის დასახელება. my first project რო დავარქვათ, არასწორია, იმიტომ რომ კი პირველი პროექტია სიტყვაზე, მაგრამ არაფრით თქვენი არ არის თქვენ ნამუშევარს. finish code project. მომოერთ ნენელა იმასაც გავარკვეთ. კომიტები უკეთესად როგორ წეროთ, ანუ ისინი როგორც კი თქვენ კომიტს დავწერთ და დავაფიქსირებთ, რომ რა გავაკეთეთ და ესე შემდეგ გავუშვით ბრძანებას, პანეფერი უკვე მოიხსნა. ახლა რო შევამოწმოთ ჩვენ რა დავწერეთ, git log-ი არის კომიტების ისტორია, ანუ კომიტების ლოგი და გვიჩვენებს, რომ აი ჩემი მეილით ერთ-ერთი კომიტია დაწერილი, თარიღი კომიტის დაწერის და რა დავწერე. ანუ ეს რატო ხდება ახლა ეს კომიტების და განმარტების ძება რატო საჭირო? ნუ გასაგებია თქვენ შეიძლება მალე ვერ გაიაზროთ თუნდაც ამ პროექტის მერე კიდე რამდენი პროექტი რო დაწეროთ იმის მერეც, იმიტომ რომ სანამ გუნდში არ იმუშავეთ, ვერ მივხვდებით ვერ გაიაზრეთ ამდენად საჭირო ეს რომ ესე იწერებოდეს. როდესაც 4-5 კაციან გუნდში მუშაობთ, მაგით უფრო მეტზე მოგეთ ჩანაწერის სახით უნდა ინახებოდეს ვინ და როდის რა შეცვალა. მაგიტოა საჭირო რომ წერს ავტორს ვინ მოახდინა, როდის მოახდინა ეს ცვლილებები და ავტორის კომენტარი. ერთად უნდა ეხებოდეს რეებზე იმუშავა, იმას რომ მარტივად შეგიძლიათ ამ ისტორიის ნახვით გავიგო მე ადამიანი რაზე მუშაობთ. შემდეგ საჭირო რომ ეს ჩვენი შენახული და უკვე git-ში გამზადებული დარეზერვებული პროექტი ავტითოთ GitHub-ს. უნდა დავაკავშიროთ GitHub-ის ამ რეპოზიტორს, ჩვენი რეპოზიტორი და როგორ ვაკეთებთ. ვაკოპირებთ ან ამ links URL-ს, ან აქ აუცილებლად HTTPS გქონდეთ მონიშნული, ნუ სანამ კარგად ვისწავლით რაღაცებს, ან იგივე, ანუ ეს ლინკი და ეს ლინკი ერთ და იგივე. ჩათვალეთ განსხვავება დიდი არის. ვაკოპირებთ და ერთ-ეგეთ რაღაცას. git remote, ანუ remote პროექტს ვაკავშირებ add origin. და მე ვთვალ links. და არაფერიც არ მოხდა, ისევ ესეთ რაღაცა გადახდა შემდეგ ხაზზე ჩვენი ტერმინალი. როდესაც არაფერი არ ხდება, პირდაპირ გადახდება და მესიჯი არ გიწევს, რომ სწორად შეავსე, არა შეავსე რაღაცები, პირიქით კარგია. თუ რაღაცა დაგიწერათ, ეგ ცუდია დამიჯერეთ, იმიტომ რომ მხოლოდ რა უმეტესწილად აი 99% შემთხვევაში რაღაცას მაშინ მიგითითეთ, როცა რაღაცას არასწორად დაწერთ, ან შეცდომა დაუშვით დაწერთ, ან რაღაცა მოხდა. შემდეგ უნდა გავუშვათ გამშვები ბრძანება, ატვირთვის ბრძანება და ეს არის git push. ოღონდ პირველ ატვირთვაზე უნდა ვუთხრათ საიდან რას ვტვირთავთ რა, ესე მარტივად რო ვთქვათ და იწერება git push-u origin და აი ბრენჩში რაც ვახსენეთ ცოტა ხნის წინ და მომავალშიაც ვისწავლით, უბრალოდ ეს ბრძანები ამ ეტაპზე უბრალოდ მიეჩვიეთ და აზრითოდეთ რა რას ნიშნავს შედარებით მეტნაკლებად. ნელა ბრენჩებზე რაღაცებზე ვისწავლით origin main და ამას რო გავუშვეთ, უკვე დაიწყებს ატვირთვას. ოღონდ თქვენ შემთხვევაში ჩემთან ფიზიკურად ვერ ვიზამ უკვე, როდესაც პირველად საერთოდ პირველად ცდილობთ რაღაცის ატვირთვას, ამოგიგდებთ ასე ვთქვათ დაზღვევისთვის, იმისთვის რომ რაღაცა ის არ იყოს, რა ქვია, მაიუნობას არ კონდეს მოგლეთო ვთქვათ ადგილი და თუდად არ გამოიყოს თქვენი მეილი პროექტი ან რაღაცა, მოგთხოვს რომ აი ამ მეილზე რაც გაქვთ მითითებული და რითაც წერთ, ესე ვთქვათ, კომიტეტს რითაც git-ში შევქმნით. მე მგონი წინა ვიდეოში არ მაქვს აკაუნტის შექმნა git-ზე გაკეთებული და თუ იმეს რამე მაგაზე პრობლემა შეიქმნა, ეს დაგიწევთ, თუმცა git commit-ის დაწერა შეეძებთ, მგონი მაგ დროს დაგიწევთ რა ბრძანები გავუშვათ, რომ თქვენი იუზერის სახელი და მეილი უნდა იყოს აუცილებლად მითითებული. თუ იმეს რამე პრობლემა შეიქმნათ, კომენტარებში გითხრეთ და მაგის ვიდეოს ან სტატიას ჩაგიგდებთ, ეგ როგორ გააკეთებთ. მოგლით როგორც კი git-ს მიუთითეთ თქვენი მინაობის შესახებ, ვინ იყენებს და მიწერს ამ კომიტებს,
შემდეგ პირველად აქტივაზე, პირველად დაფუძვაზე ესეთი პროცესი ჯერ არ მოხდება თქვენთან. ამოგიდებს რაღაც ღილაკს, რომელზეც დააწევით და გადაგაგდეთ GitHub-ს. GitHub-დან უნდა მიცეთ დადასტურება, რომ ნამდვილად თქვენ იყენებთ მოკლედ ამ VS Code და ამ ტერმინალს. და ეს არის თუ რეალურად პროექტი ატვირთულია და ეს ჩვენი პირველი პროექტი გამზადებული. დაბრუნდები ერთი წამი. ვინც წინა ვიდეოს ახსნას უყურა და იქ ვახსენე რომ Git-ის ინსტალაციის დროს კარგია თუ ჩამონათვაში VS Code-ს მივხვდეთ რომ აქვე Git-ის ბრძანებების წერა შეგვიძლია წინ ამ შემთხვევაში ამ ტერმინალში Git-ის ბრძანებებს ვერ დავწერთ. თუ თქვათ ეგ რაღაცა პრობლემა შეიქმნათ ან ვერ აიჩეთ ან რაღაცა ეგ ის არ ჩანდა ან გადაახტა ინსტალაცია, მაგრამ არ ვიცი რა მიზეზით მოკლედ ვერ მოხერხდა ეს VS Code მიგეთებინათ. აი აქ ტერმინალში ამ პლუსის პლუს ნიშნავს მეორე ტერმინალში შექმნას on this server ეს არ ქრება. გვაქვს ის ამისას თუ ჩამოვწერთ ჩვენებს რა ტერმინალების გამოყენება შეგვიძლია. VS Code ჩაშენებული თავისთავად არის ძირითადად PowerShell-ი ოღონდ. PowerShell-ი არის Windows-ისთვის. თუ თქვათ Mac-ს იყენებთ შესაბამისი იქნება, თუ Linux-ს იყენებთ შესაბამისი იქნება. აი აქ აუცილებლად უნდა ავიჩოთ მაშინ Git bash-ში. თუ თქვათ ინსტალაციის დროს VS Code არ მიგვითებია Git bash-ში ყველა ვარიანტში საშუალებას მოგცემს რომ აქ უკვე Git-ის ბრძანებები წეროთ თუ იქ არ მოგცათ უფლება. ასევე Git-ი თუ ჯერ არ დაგინსტალებთ ამ დავალების პაროლებს აინსტალირებთ, აუცილებლად რომ გამორთოთ VS Code და თავიდან ჩართოთ რომ ინსტალაციის შემდეგ აგიქვას ბრძანებები, Git-ის ბრძანებები. კარგი. ეხლა რას ვაკეთებთ? გადავიდეთ და შევავსოთ ჩვენი solution-ის ატვირთვის ლინკი. ოკეი. ოკეი. First, ანუ სათაური მივიდეთ შენი პროექტის შესახებ. Using HTML and CSS. Repository URL, ანუ repository-ის ლინკი. ავდგებით და ჩავაგდეთ ამ ჩვენს repository-ის links. Live site URL, ანუ live-ის ლინკიო. აი ამის ლინკს ვერ ჩავაგდეთ, იმიტომ ეს მარტო ჩვენ კომპიუტერში გაშვებული. როგორ გავაკეთოთ ისე რომ აი რაღაცა ლინკი შეიქმნას პროექტ, რომელსაც მეგობარს გაუგზავნით ამ solution-ში მივუთითებთ, ან დამსაქმებელს ვანახეთ ვაკანსიის დროს რაღაცა, რას ვაკეთებთ, თუმცა GitHub-ს როცა ეხება საქმე და HTML, CSS, JavaScript-ის თემას. აი framework და React-ზე რაღაცებზე თუ ხართ გადასული რაღაცა, იქ თვანაერად ხდება და მაგაზე ვიდეოც მაქვს. გადაღებული სად და როგორ შეიძლება პროექტი ავტვირთოთ. მაგაზე აღარ შევჩერდები. Setting-ებს დავაწვევი. და აი გვაქვს ესეთი განყოფილება პროექტის setting-ებს ვაწევი და არა account-ის, ანუ პროექტის, სადაც ვარ ჩემს რეპოზიტორში, იქ მენიუს გაყოლებაზე ჩანს ესეთი setting-ი. რო გადავართ აქ გამოგვიჩნდება ესეთი რაღაცა pages ქვია მარცხნივ, ავირჩევთ pages და საიდან მოხდეს გაშორვა, რომელი branch-დან. მაგას არ ვუთითებთ, მოიცა, აი აქ ვუთითებთ branch-ს და none იქნება default-ად ავირჩევთ main-ს და დავასევებთ, არაფერს სხვას არ ვეხებით. როგორც კი დავასევებთ, შეგვიძლია დავბრუნდეთ პროექტის მთავარ გვერდზე და იქ გაჩნდება ესეთი ყვითელი ნიშანი. ეს ნიშნავს, რომ მედინარეობს საიტის გაშვება, საიტის გამართვა, რომ ლინკის სახითაც გქონდეს. კი ბატონო, აქ გვიწევს, რომ მიმდინარეობს. შეგვიძლია detail-ში გადავიდეთ და აქ გვიჩვენებს რა პროცესებს გადის იმისთვის, რომ გაუშვას პროექტი. ეს ტიჩქები ნიშნავს, რომ წარმატებით გაიარა, აი აქაც გამომწვანა. აქაც გამომწვანა. და აი deploy-ზე არის. და აქ პროცესი შეიძლება ვთქვათ, ცნო რაღაცებს აკეთებს, რა თქმა უნდა, და აქ მეც ვერ გეგულობ, რა თქმა უნდა, რაღაც საკითხებს, იმიტომ რომ ეს პროცესი მიმდინარეობს ხელით არ აკეთებს ადამიანი. და არანაირი შეხება ესე პირდაპირ ადამიანს ამასთან ესე არ აქვს. დავილოდოთ, როდესაც გამომწვანს და ამასაც დაასვენს, უკვე გვექნება ლინკი. დავილოდოთ.
კარგი. რადგან გამწვანდა, ესე ვთქვათ, დავუბრუნდეთ ჩვენს საწყის ფაილებს და მარჯვნივ აქ დაბლა გამოვიჩნდება, რომ საიტი გაეშვა. აი ეგ deployment-ში. გადავართ აქ და აქ უკვე ლინკი დავხდება. მოიძეთ დაჭერსაც გამოჩვენოთ თვითონ პროექტი. ანუ შეუძლია უკვე ეს ლინკი მეგობარს გაუგზავნოთ, სხვას ვანახოთ, ვისაც გვინდა და შეუძლია ესვე ეს ლინკი ჩავთვათ აი აქაც. ის თუ დრაივერის რომელი რაღაცები გამოიყენებოდა და დავწერთ თქვენ HTML არც წერია. ეს აჰა. არა გვაქვს დამატებითი, ანუ არაჩვეულებრივი. ანუ HTML, CSS, JavaScript და ესეთი ძირითადი იმის გარდა თუ რამე გამოვიყენოთ, სხვა არაფერი არ გვაქვს გამოყენებული. აი private არა, public-ი აქვს. ხო, ნუ აქ რაღაც დამატებითი ინფორმაციები შეგვიძლია შევავსოთ. აი, Summit Solutions დავაწყევით, თუ გინდათ იმ ტექსტებს შეავსებთ. აუ გვიწეს რა ხარვეზი გვაქვს ტექსტების ფონტის გამო. მაგის ისიც მოგცა. ჩვენ solution-ში რა ის არის და რა ხარვეზი გვაქვს ესე ვთქვათ. აი ფონტს როცა გამოვიყენთ ეს რაღაცები გასწორდა, იმიტომ რომ ზომებში არ ემთხვევა ეს რაღაცები, ის ვთქვათ. ერთმანეთს იმიტომ სურათს დაუგვირდით, აი იმდენით არის აცდენა, რამდენი სურათის ზომი მოგლეთ სწორი. ტექსტის ზომები ცვლის იმას, რომ არ ვიყენებთ ტექსტის ყველა სტილის ისე როგორც საჭირო. ოკეი. აი აქ გვიწეს warning-ებს და გამოჯერესება როგორ მოხდეს. მოდი ესე ვქნათ. ამ ეს ვიდეო აქ შევწყვიტოთ. თქვენ შეეცადეთ თქვენი დავალება გააკეთოთ, მომავალ ვიდეო ჩავწვდით იმაზე, რომ როგორ გავასწოროთ ეს რაღაცები, მანამდე დავალებაც ესე ვთქვათ ფონტის შემოდა რაღაცებს იმუშავეთ და ჩვენ მანამდე ეს შემდეგ ვიდეოში ესე ვთქვათ ამ warning-ებს ვიმუშავეთ, ამ warning-ებს გავასწოროთ. მადლობა ყურადღებისათვის, დროებით.